რა შეიცვალა საქართველოში, თქვათ ამ ერთ წელიწადში ისეთი, რომ ლაპარაკობთ კრიმინალურ აფეთქებაზე, კრიმინალების პოლიტიზირებაზე და ასე შემდეგ. ადრეც იყო ლაპარაკი ეს, ამის დიდი სკოლა აქვს საქართველოს გავლილი სამწუხაროდ. მე ვფიქრობ, ერთ-ერთი მომენტი ასეთი არის, რომ კრიმინალთა საკმაოდ დიდმა რაოდენობამ, მათ შორის ქურდებს ძალიან შეუტიეს ჩვენ მეზობელ ქვეყნებში, განსაკუთრებით რუსეთში, უკრაინაში და ბევრი მათგანი, რომლებიც აქ არ იყვნენ, დაბრუნდნენ საქართველოში და ამან გარკვეული გავლენა იქონია საერთო სიტუაციაზე. მეორე ეს არის ის, რომ ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები არ აღმოჩნდნენ მზად აი ამ ახალი შემოტევისათვის. ჩვენი ამოცანა ის არის და ჩემ თავსაც გულისხმობ და სხვებსაც, ჩემ კოლეგებსაც, ამოცანა ის არის, რომ გამოიცნო წინასწარ რა არის მოსალოდნელი. თუ რუსეთში შეტევა იწყება, მასიური შეტევა, თუმცა უნდა გითხრათ, რომ არც რუსეთშია, 6 გუბერნატორია მოკლული, გაუხსნელი საქმე. აი ამდილთ მიიღე ეს ინფორმაცია, რომ სიზუსტეზე პასუხს არ ვაგებ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ისეთი პიროვნებისგან, რომელიც საქმის კურსშია და არა მარტო გუბერნატორები. მაგრამ მაინც შეტევა დაიწყო იქ. რახან დაიწყო შეტევა, ალბათ უნდა ელოდო, რომ იქ ვინც საქართველოდანაა, ჩვენი ღირსეული წარმომადგენლები დაიწყებენ დაბრუნებას, ქურდები. აი ეს ვერ გაითვალისწინეს. და ეს ნათქვამი მაქვს მე ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურებისათვის. უახლოებს უშუალების საბჭოზე საკითხ ჩვენ ვიხილავთ, წინასწრობაზეც განვიხილეთ, ვიმსჯელეთ და აქ გამოსავალი ერთადერთია მასირებული შეტევა ქურდების და სხვა დამნაშავეების წინააღმდეგ, ძარცველების წინააღმდეგ, შეკვეთილი მკვლელობების წინააღმდეგ. ყველაზე საშიში ამ ამბებში არის ის რაზე თქვენ ამბობთ შეკვეთილი მკვლელობა. ეს შეიძლება შეეხოს რიგით ადამიანსაც, შეიძლება შეეხოს ჟურნალისტსაც და შეიძლება შეეხოს, რა თქმა უნდა, პრეზიდენტს. და იქნებ პირველ რიგში პრეზიდენტს, მაგრამ ჩემი მოკლა უფრო ძნელი გამოდგავენ ეს ხვისი და იქ ახერხებენ რაღაცებს. ჩვენ ასე ვფიქრობთ, რომ უშუალების საბჭო საგანგებო სპეციალურად შეიკრიბება. ჩვენ ნახავთ არსებითად რა გაკეთდა თბილისში. ამის შემოწმება ძნელი არ არის, რამდენი საქმეა დამალული. რამდენი საქმე არ არის აღზრული და რაც შეეხება რამდენი არაა გახსნილი, ეს თავისთავად აღრიცხულია და ამის მოპოვება ამას არის ძალიან ძნელი არაა. ცოტათი რაღაცა გამოსოცხლების ნიშნებს ვატყობ, ბევრს არა, მაგრამ გამოსოცხლების ნიშნებს თვითონ ქალაქში ვატყობ. უმძიმესი მდგომარეობაა შექმნილი ქუთაისში, უმძიმესი მდგომარეობაა შექმნილი ზუგდიდში, აქ დამერწმუნებიან მე ვიცი არიან წარმომადგენლები, ესწრებიან და ჩვენ ალბათ იმ კვირაში, თუ ამ კვირაში ვერ მოახერხეთ, იმ კვირაში ვიწყებთ ძალიან სერიოზულ მასირებულ შეტევას. მთელი ჩვენი კვალიფიკაციის გათვალისწინებით, შესაძლებლობის გათვალისწინებით, ალბათ უნდა გამოვზრდელოს სახსრებიც იმისათვის, რომ ესენი შეერაღებული იყვნენ ტექნიკით, უნდა გითხრათ, რომ კრიმინალები უფრო კარგად არიან შეერაღებული, ვინმე თვით ეს ჩვენი პოლიციელები და სხვა სამართალდამცავები და ამას ბოლო უნდა მოეღოს. ბიუჯეტიდან უნდა გამოიძრებოს სახსრები იმისათვის, რომ ჩვენ შევეძლოს ყველა ხერხის კანონით დაშვებული ხერხის გამოყენებით გავაძლიეროთ ბრძოლა, ვიცოდეთ სად არიან, რას აკეთებენ და რა დანაშაული უნდა ჩაიდიან. წინას არ უნდა იცოდეთ. თუ ფაქტის წინაშე დგები, მერე უკვე დანაშაულის გახსნა რთულია და ძნელია. ეხლა შენ ალბათ ეჭვარება ჩემი სიტყვების გულწრფელობაში, იმიტომ რომ მე არ შემიძლია თქვათ ვიყო საქართველოს პრეზიდენტი და ეს ქვეყანა ამის პირველ ადგილზე იყოს დანაშაულებათა რაოდენობით. მაშინ ეს ინვესტიციებზეც იმოქმედებს, ეკონომიკაზეც იმოქმედებს, საერთოდ ადამიანების განწყობილებაზე და ყველაფერზე. ყველა ადამიანს უნდა იცხოვროს შვიდად ისე რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდეს. ასე რომ საქართველოში უნდა დაიწყოს დაუნდობელი ბრძოლა, რომ ჩვენების გამოცდილება გვაქვს, თქვენ გახსოვთ ეს ყაჩაღური და შეერაღებული ბანდების თარეში საქართველოში, დღეს უფრო იოლი ამ საქმის მოვლა, ერთი რამ, რასაც თქვენ ბრძანებთ, არის ყველაზე საშიში, როცა იწყება რამის
რომანტიკად ახალგაზრდების ერთი ნაწილი ამას განიხილავენ როგორც რომანტიულ საქმიანობას. გურდობა, რომანტული საქმიანობა, საინტერესოა და მიბაძოები და სხვა და სხვა. თუ ამას დროზე არ მივხედეთ, ამან შეიძლება გამოუსწორებელი შედეგი მოგცეს.